გამარჯობა, ძმების პოდკასტის მორიგი ეპიზოდი იწყება. გვიმყოფებით ისევ და ისევ PUB 44-ში კვლავინდებურად ჩვენი პარტნიორი, ჩვენი მეგობარი, სპონსორი არის ლუდი ბავარია და მადლობა მათ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. არ დაგავიწყოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი ძმების პოდკასტი, გამოყვებით Facebook-ზე, TikTok-ზე, გამოიწერეთ ჩვენი გვერდები, მოიწონეთ ეს ვიდეო, დაგვიკომენტარეთ და მოკლედ გვიმეგობროთ. რაც შეეხება დღევანდელ ეპიზოდს, ძალიან საინტერესო ეპიზოდის მოლოდინი მაქვს მე და დარწმუნებული ვარ, რომ ესე იქნება, იმიტომ რომ ჩვენი სტუმარია ცალსახად ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი საქართველოში, გია გეგუჩაძე. ბატონო გია, დიდი მადლობა. მოგზაურობთ, საკმაოდ საკმაოდ სატურთული პერიოდი გაქვთ, იმიტომ რომ ეხლა ახლოვდება ლეგენდების მატჩი დინამოსა და აიაქსი და თქვენ დინამოს მთავარი მწვრთნელი ბრძანდებით და ამაჯზე და დუეტი ვართ. კი, თქვენ და კახა გაჭარავა, ხო? და ნუ მოკლედ ვარჯიშები და აი ამ პერიოდში რომ მოიცალეთ და მოხდით ჩვენთან ძალიან გვიხარია და ჩვენთვის საპატიოა თქვენაერი სტუმრის ყოფნა ჩვენ გვერდით. როგორ ბრძანდებით პროლოგში დავიწყოთ? მადლობა, ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა თქვენ პოდკასტში მონაწილეობის მიღება, ასე რომ ვიცი, ორხრივია ეს ყველაფერი. ჩაიარა ოქტომბრის სანაკრებო პაუზებმა, ძიმეთ ჩაიარა მოლოდინი. ალბათ ცოტა განსხვავებული იყო იმ ხრივ, რომ ესპანეთთან გასაგებია, მაგრამ თურქეთთან თამაში იყო გადამწყვეტი ამ შემთხვევაში. მოდი შევაფასოთ, როგორც მწვრთნელმა ამ შემთხვევაში ნაკრების თამაში, როგორც გულშემატკივარმა და ესე მივიდეთ იქამდე, რაც რაღაც მინდა ეკითხა. ეხლა შეფასება არ არის რთული, მე მგონი ყველას მოლოდინი სხვაგვარი ქონდა. თუნდაც ეხლა თუ მაგალითად ესპანეთის შემთხვევაში დადებითი შედეგის მიღწევა ძალიან რთული ამოცანა, ურთულესი ამოცანა, პრაქტიკულად შეუსრულებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ცალსახად ეს ესპანეთის ნაკრები არის ალბათ სოფლიოში საუკეთესო გუნდი. ეს ნაკრები და თურქეთთან ალბათ შეიძლებოდა უკეთესად გამოსვლა, თუნდაც შედეგის კუთხით, მაგრამ არ მოხდა ესე. ძალიან ესე გამოვიყურებოდით ალბათ უსუსურად და პრაქტიკულად არაფრის შანსი არ დავიტოვეთ ჩვენ თვითონ. ცუდია ეს ყველაფერი, კარგი ამაში არაფერი არ არის, თუმცა მე არ მგონია, რომ ჩვენ აი ის თქვათ გამოხმაურებები, კატასტროფა და ესე ნამდვილად არ არის. არის ხდება ეგეთი საფეხბურთო ცხოვრებაში ეგეთი მომენტები არის ნებისმიერი გუნდის შემთხვევაში, ნუ რა ვიცი, ჩვენ ძალიან კარგად თქვა, თუ არ ვწდები ქოჩორაშვილმა, ჩვენ დავეცით, მაგრამ უნდა აუდგეთ და გავაგზავნოთ წინსვლა რა. მე აი ამას ვიტყოდი, ესე მოკლე შეფასებას ესეც გავაკეთებდი. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ ფეხბურთელების კომენტარებიც მე და ერთ-ერთი იყო ოთარ კიტეიშვილი, რომლის სიტყვებიც ბევრმა საგანგაშოდ მიიღო, აი ეს საგანგაშო გზავნილი იყო თითქოს და მეც რაღაცა ძალიან სულად მოხვდა რა, იმიტომ რომ როცა ფეხბურთელი ნაკრების ლიდერი, ცალსახად ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ჩვენ კი გვიხარია ერთმანეთს, როცა ხედავთ და უყურებთ და ურთიერთობთ, მაგრამ მოედანზე აღარ გვაქვს ერთმანეთთან კავშირი, აღარ გვაქვს ერთმანეთთან რაღაცა ის კომუნიკაცია, რომელიც გქონდა. კიტეს ნათქვამი გასაგებია, შეიძლება კიტეს უნდა ვკითხოთ, თვითონ რას გულისხმობდა, თუმცა ეხლა ესე შეუერთებელი თვალითაც ჩანდა, რომ გარკვეული კომუნიკაცია დარღვეულია. ეხლა შეიძლება ეს გამოწვეულია იმითაც, რომ არ არის სათანადო კონდიციებში ჩვენი ფეხბურთელები, ხო და ეხლა ბუნებრივია ვიცით კიდევაც კვარაცხელიას ჰქონდა გარკვეული პერიოდი გაჩერებული იყო ტრავმის გამო, გამოსვლა, შესვლა ფორმაში, იგივე კიტეიშვილს თვითონ ალბათ ეს ტრავმაც და მე დაემატა ეს ოჯახური ხო ეს ტრაგედია და ამდენად ეხლა და რამოდენიმე ფეხბურთელი კიდე დაცვის ხაზი აბსოლუტურად შეცვლილი, თქვათ იგივე ევროპის ჩემპიონატზე რო ავიღოთ, ეხლა კაშია ნაკლებად ალბათ არის იმ ფორმაში და ეტყობა ეს გუნდის თამაშს, იმიტომ რომ კაშია თითქოს და შეუცვლელი ფეხბურთელია ჩვენთვის თითქოს კი არა ესე ალბათ. დაცვაში ხო, ნუ ეს ასაკითარი გამოწვეული თუ თვითონ მისი კონდიციების სხვა მიზეზის გამო, ხა არ ვიცი, იყო ადრე
პირველი აყვავდა ვთქვათ გველესიანი თამაშობდა ეხლა მე ევროპის ჩემპიონატი სულ ახლა ჩატარდა და ეხლა რადიკალური ცვლილებები მოგვიწია დაცვის ხაზში ხო ეხლა ბუნებრივია რომ ამ ყველაფერს დაალაგება ჭირდება იგივე დვალი სულ ახლა დაიწყო მან თამაში და ვთქვათ მისი აგერ ესპანეთთან გამოჩნდა რომ ჯერ ვერ იყო იმ სათანადო დონეზე და ასე შეიძლება ჩამოვთვალოთ ნებისმიერი ფეხბურთელი ეხლა კი შეიძლება ჟორჟის თავის კლუბში გააქვს მაგრამ მიმწოდებელი ჭირდება ამუნტანი ეს დაცვიდან იწყება და ესე იგი ეს არის ჯაჭვი მთელი რომელიც ეხლა თვალნათლივ მოჩანს გუნდში რომ ეს კომუნიკაცია მორღვეულია მაგრამ ამ კომუნიკაციის აღდგენაზე არის საჭირო მუშაობა პირველ რიგში იმას ვიტყოდი რომ ეხლა თუნდაც ფეხბურთელების კომენტარიდან მოჩანს და ის რომ თვითონ ამით ხვდებიან რომ ის საქმე რომელზედაც იყვნენ დაგეშილები ეხლა მოსულები თქვათ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ეს ამოცანა ვერ შესრულდა მაგრამ ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილები მომავალში და მეც ესე ვარ მაგალითად ხო მე ამას ვხედავ და ძალიან კარგია რომ თავარი არის ახლა სწორი ანალიზი გაკეთდეს ჩვენ არ გვაქვს ახლა ისეთი ჭარბი რესურსი თუნდაც დაცვაში ფეხბურთელების თუ ახლა შუა ხაზში შეტევაში შედარებით უკეთესად არის მდგომარეობა მაგ კუთხით რომ ისა თუმცა ყავს ახლა მაგალითად ჭაკვეტაძე გამოჩნდა რომ შეუცვლელი ფეხბურთელია და ეხა ქოჩორაშვილის და იგივე კიტეიშვილის ესეთ კონდიციაში ყოფნა, ჯერ ვერ არის. თუმცა ეს ტრიო ყავდა იქ, რომელიც შუა ხაზი პრაქტიკულად ძალიან დაალაგებული და ის კი არა შეტევაში და კონცერტებში მონაწილეობა მათი იყო. ძალიან სასიაოვნო საყურებელიც და შედეგიანიც კიდე ყველაფერთან. ფაქტია რომ ჩალკვეს არ ყოფნაში გვიჭირს კრეატივი შეტევაში რა ფაქტი ეგრე აღმოჩნდა იმიტომ რომ რამდენი არის თამაშა კაი ბულგარეთთან მოვიგეთ კი ბატონო მაგრამ თურქეთთანაც არ იყო ისეთი თამაში პირველი აქ რო ვითამაშეთ სადაც აი სამი შანსი მივეცით სამი გოლი გაგვიტანეს მარტივად და კლასი მოდი ესე ვთქვათ რა მაგრამ აი როგორ ხდება ამ შემთხვევაში ეგეც რო ავხსნათ მაგალითად რომ თამაშის გადალაგების მომენტია და სამჯერ ზედიზედ შემთხვევით დაემთხვა კიტეიშვილი იქ თუ ეს დავალება არის რა რამე რომ სხვათა შორის უკაცრავად ჩაგიტრებით მაგაზე კიტემას ილაპარაკა რომ არ უნდა ყოფილიყავი არც ერთ მომენტში მე მახებურთელთან უბრალოდ რაღაცა არ ვიცი ესე არავის არ დაადო ხელი და არავის არ დააბრალა მაგრამ ეგ თქვა რომ არც ერთ მომენტში მე დემირელთან არ უნდა მდგარიყავი უბრალოდ ტაქტიკური გადაადგილება იყო და არალოგიკური იყო როგორ ეთქვა რომ დაინახა რომ არავინ არ იყო და დავიდა და დაუდგა იმას რა ეგეც სტაბილობა დამრჩა მე მარტო ამ შემთხვევაში ჩვენ გუნდს ან თლიანად ზონური დაცვა ჰქონდა ან თლიანად ან შერეული რატო პირველი რიგი ფეხბურთელების რომლებიც დგანან იმ რიგში ახლა მე რაც დავინახე ესე იგი ამ ზონაში უნდა ყოფილიყვნენ გოგლიჩიძე და ლოჩოშვილი. იქ სადაც ხდება ჩაწოდება. თუმცა იქ მდგარი ფეხბურთელები, ეს პირველ რიგი, ესე იგი მეკარის წინ, მამადას წინ. და უკან უდგათ კიდევ კუთხეს უკანაძელის იმას კეტავს კვარაცხელია. წინ 5 მეტრიანზე კიდე გვიტყენია ფეხბურთელი, ეხლა ვერ ვიხსენებ, კაკაბაძე იყო თუ არ ვცდები. ხო და ეს ოთხეული არის ურყევი, ამათ აქვს თავისი პასუხისმგებლობის ზონები, რომ ბურთი თუ ჩაწოდება, ვთქვათ, გოგლიჩიძეს ზონაში, გოგლიჩიძემ უნდა ითამაშოს სამ ბურთზე. წინ დაახლოებით 1 მეტრი, 2 მეტრამდე უკან გვერდზე და შემდეგ ემის უკან ლოჩოშვილია ვალდებული. თავის კვადრატში და იმოძრაოს. ხო, პასუხისმგებლობის ზონას მაგას ეძახიან. უკვე შემდეგი ზედარიგი ამ ფეხბურთელების უკვე ის კიტე სადაც მოუწია გომა, იქ იდგა თავდაპირველად. მაგრამ როდესაც აი ამ ზონაში ახლა ლოჩოშვილის და გოგლიჩის ზონაში შემოვიდნენ ფეხბურთელები, ისინი იწყებენ გასვლას იმ ზონიდან. და იქ არაფრის დიდებით არ შეიძლება რომ გაყვნენ ეს ფეხბურთელები. და უნდა წამოვა იქ ბურთი და ითამაშონ. ესე იგი ესენი მიყვებიან
და უკვე პერსონალურ მეურვეობაზე გადადის, ეს უკვე ირღვევა ის პრინციპი ზონური დაცვის, ამდენად ის პასუხისმგებლობის ზონა, სადაც მათ ევალებათ რომ ითამაშონ, იქიდან გასულები არიან. და ამ შემთხვევაში ზედა რიგში უფრო შემაკავებელი ფუნქცია კიტეიშვილს. იქიდან შემოდის ეს ცენტრალური მცველი და იმ თავისუფალ ზონაში შემოდის, სადაც ჩვენი ცენტრალური მცველები, ვინც უკეთესად თამაშობს თავით, მე ბუდუზივზივად ემატება მეორე ტაიმში, ამას უკვე მეოთხე გოლი როცა გადის, მაგრამ ამათი გასვლა, ამ ზონის მოშლება და ხდება ისე, რომ კიტეიშვილი შემაკავებული კი ხედავთ, რომ ეჭიდება ისა, მაგრამ ცოტა გაბარიტებში სანტიმეტრის ხოლმე. იმ ზონიდან თავისუფლად ურტყავს, ეს იყო ამ ორივე შემთხვევაში. გულშემატკივარში გაიყო რა აზრები, მაგრამ უფრო მეტად ითხოვენ, რომ უკვე დრო არის, რომ სხვა ფილოსოფიის და სხვა რაღაც ტაქტიკური ანალიზის მქონე მწვრთნელი მოვიდეს სანიოლის ნაცვლად. თუ როგორ უყურებთ ამ ამბავს, ანუ თვლით თუ არა რომ სანიოლმა ამოწურა ამ ნაკრებში რაღაც მომენტში თავისთავად. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვენ დაგვავიცდა, რომ სანიოლის გაყვანილი გუნდია ეს ევროპის ჩემპიონატზე, აი თუ კი ვინმე ამას ესეთნაირად ფიქრობს, ჩემი აზრით რა, ეს არის ცოტა ალბათ დაუფასებლობა იმ ადამიანის და ცოტა შეიძლება ამ კუთხით არასწორი იყოს. მოდი მეორე მხარე ავიღოთ, თქვათ და აი მწვრთნელის შეცვლა ამ შემთხვევაში რას ემსახურება? აი რა შეიძლება თქვათ მე ვიცი გამიგია ბევრისგან რომ ალბათ უნდა წავიდეს დროა, ამოწურა და ასე შემდეგ. აი მაგალითისთვის პირობითად ეს 4-4-2 სისტემა, რომელზეც გადაეწყო ხუთწლიანი ტაქტიკიდან 4 წელზე, ფაქტია რომ ნაკრებმა რამდენჯერაც ამ ბულგარეთს არ გულისხმობ, ბუნებრივია ბულგარეთის წინააღმდეგ, ახლა 4 მცველით უნდა ითამაშო და ეს აი საჭიროების სამერ ხიზანიშვილმა თქვა ერთ-ერთ თურქეთთან თბილისური თამაშის მერე რომ აღარ განიხილება ხუთწლიანი ტაქტიკა აღარ განიხილებაა. ანუ ეს ისეთი განცხადება რას ქვია არ განიხილება, ანუ რა შემთხვევაში არ განიხილება. შეიძლება რაღაცა სხვანაირად უნდა რომ ეთქვა, იმიტომ რომ ყოველთვის არის განხილვის თემა, როგორ ვითამაშოთ და თუნდაც ახლა ესპანეთთან 5 მცველით ვითამაშეთ. ხო, ამანაც არ გვიშველა და ვერ გვიშველა და ვინც არ უნდა ყოფილიყო, სრულად რო გუნდი ყოფილიყო ჩვენი მთლიანად უბრალოდ შეიძლება კონტრთამაში რაღაცა უფრო შემოგთავაზებინა ესპანეთისთვის, მაგალითად ყოფში რო ყოფილიყო იგივე ჩაკვეტაძე, იგივე კაი კონდიციებში მყოფი ფეხბურთელები ჩვენი ყველა უკლებლივ, დაცვის ხაზი იგივე, ხო, მაგრამ მე არ ამგონია რომ ჩვენ დღეს ხო რეალურად ესპანეთის ნაკრებს ხო, აი მწვრთნელი ნებისმიერი წავიდა სანიოლი მოვიყვანეთ გეგუჩაძე. რა ვიცი, მოიგებდა გეგუჩაძე ამ თამაშს, ვერ მოიგებდა. სხვა მოიყვანოთ ნებისმიერ სანიოლზე გაცილებით უფრო ტიტულოვანი და უფრო ძლიერი, თუნდაც ანჩელოტი ავიღოთ ახლა ბრაზილიის ნაკრებში მოუგებდა. ესე იგი გარკვეული რესურსი გვაქვს, რომელიც ახლა მისახედია. მით უმეტეს ჩვენი დაცვის შესუსტების ფონზე, სადაც ახლა თაობათაც ვლამედის ფაქტიურად დაცვის ხაზში, ხო? ახლა კაშიას ცოტა ისეა, თუმცა მე ყოველთვის მომხრება, რომ ნებისმიერი ფეხბურთელი ასაკს არ უნდა უყურებდეთ, საქართველოს ნაკრებში ვინც დადგება, ითამაშებს და ამას შეეძლებს, რომ გააკეთოს, უნდა გააკეთოს. აი ამ შემთხვევაში ახლა თქვათ, რომ ავიღოთ სხვა მწვრთნელი იზავდა, რამის თუნდაც თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, მე არ ამგონია. ჩემი აზრით ახლა არის დაღმასვლა რომელიც ბუნებრივია, აი ხდება ესეთი რამე, ადამიანი ხარ და როცა რაღაცას მიაღწევ და მთელ ქვეყანას აღიარება, გაღიარებს მთელი ქვეყანა და ხელის გულზე გატარებენ და ძალიან რთულია მე აი ამ ფერხულში ისეთნაირად შეხვიდე და შენ გარკვეულწილად უნდა დაეცე, ისევ წამოდგე და გააგრძელო იმ საქმის კეთება, რასაც უკვე ევროპის ჩემპიონატ გასვლა ჰქონდა, ეხლა მსოფლიოზე
ცოტა დროში გაწერილია. რატო შეიძლება რომ ეს არ მივანდოთ იმ ადამიანს, რომელმაც ერთხელ უკვე დაამტკიცა ისევ მით უმეტეს კონტრაქტი აქვს, უკვე იცნობს ფეხბურთელებს გუნდს, ქვემოთ რა ხდება, ისიც იცის, თქვა ვინ შეიძლება შემცვლად, ეხლა მაგალითად სკამზეც გვიზიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩაერთონ და არანაკლებად ითამაშონ და უკვე ეს რაღაცას ნიშნავს. ცოტა როგორ იცი, ემოციურად რომ მორჩა თამაში და რო ვერ დავინახე ვერც ის ბრძოლის რაღაცა ალღო ბიჭებში ნიშანწყალი. ხო რა რაღაცა მე ემოციურად ცოტა მეც ავყევი რომ აი ამ კაცმა რაღა უნდა ქნას ევროპაზე გაგვიყვანა იქ კარგი ციკლი გვათამაშა ისქნა სოფლიოზე ვეღარ გავედით აი რაღა უნდა გააკეთოს ხო და რაღაცა ძალიან მარტივად ფიქრობთ თავიდან ამ ემოციურ ეიფორიაში და მე აი ხა ჩვენ სხვათა შორის ერთი კიდე ძალიან სული თვისება ჩემთლიანად მეც იგივე ამ ერის წარმომადგენელი ვარ და ძალიან ამბიციები ხშირად შეუსაბამო რეალობას გაგვაჩნია და ჩვენ უნდა გავიდეთ, უნდა მე რო არ ხდება ეს, აი ძალიან მტკივნეულად ვიღებთ და უკვე გამოვხატავთ ცოტა სხვანაირადაც და როგორ შეიძლება ჩვენ კვარაკოვს, კი ბატონო კვარაკოვს 24 წლის არის. არაც კიდე ამხელა პერსპექტივა აქვს ამ ბიჭებს ზურიკოს, იგივე ჟორჟის, იგივე ესენ სხვანაირად ჩამოყალიბდებიან კიდე და ეს გუნდი გადის ამ პროცესს კიდე. იმიტომ რომ ეს თაობათაც სულად ცოტა რთული პროცესი არ არის იოლი და ეხლა ეს ბიჭები უნდა წამოვიდნენ დვალი, ლოჩო, უფრო სხვანაირად. უკვე ლიდერებად უნდა ჩამოყალიბდნენ. გოგლიჩიძეს აქვს ბევრი სამუშაო და ჩამოსაყალიბებელი, ამიტომ ეს არ არის ეს ადვილი პროცესი. და რაც ყველაზე მთავარია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთ ასაკში, რაზეც თქვენ ნამბობთ, რომ ისეთ ასაკში არის ამ გუნდის 80%, რომ ეს 80% აქვს კიდე იმის დრო დაახლოებით 10 წელი მაინც იმის რომ ერთად ითამაშონ ამ ნაკრებში რა. თამაშის გარდა კიდე რა შეიმსწრება იცი რომ ვილიმ შეცვალა გუნდში აი რაღაცა მე შუაგეში და ბავშვობიდან ახლა რაღაც ცოტა წამოვიზარდა იმის მე რომ უყურებდა გულშემატკივარ განწყობა არის ნაკრებში შექმნილი ძალიან კარგი და შეცვლილი ვითარება იმ კუთხით რომ ყველა მართლა რაღაცა თითქოს აი ერთი დიდი ოჯახია ეს ნაკრები. და ეს განსაკუთრებით და გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის. კი, ნამდვილად ეგრეა და მაგიტომაც მიაღწია ამ ნაკრებად წარმატებას. ეგ არ არის ადვილი საქმე, ეგ არის ზაურთულესი. აი, იმიტომ იყო ეს შედეგიც და ყველაფერთან ერთად ეხლა ყველგან მოჩანს რომ თვითონ ფეხბურთელები ძალიან ენდობიან სანიოლს, როგორც პიროვნებას და როგორც მწვრთნელს, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ნოემბერში ორი თამაში გვაქვს და წარმატება უსურვოთ ჩვენ ნაკრებს, რა თქმა უნდა და მე უკვე დავიწყებთ ფიქრს ახალი ციკლისთვის 2028 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის. აი ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უკვე ალბათ ვერ გასვლა უბრალოდ უფრო მტკივნეულად შეგვიძლია მივიღოთ მე ვიდრე მაგალითად სოფლიოზე ვერ გასვლა, იმიტომ რომ ერთხელ ნათამაშები გვაქვს უკვე რაღაცნაირად გვინდა მოკლედ რა ამბიციური როგორც თქვენ ძანეთ ამბიციური როგორ არ გინდა გინდოდეს კვარაკავს გუნჩი მამლიულის მაგას წავიდეთ მაშინ საკლუბო ფეხბურთზე და შენ ახლა წეგან თქვი რომ ბავშვობიდან ფეხბურთელა დინამო ბატონი გიას მთავარი მცნელობით დინამო რო UEFA-ს თასზე გავიდა შენ მხოლოდ 4 წლის იყავ მე ყველაზე კარგად ისმის ზესტაფონის 3-3 არა ზესტაფონის 3-3 ბურგესთან ხო მაგრამ მინდა რომ დავიწყოთ დინამოზე თეორიის სიტყვა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთხელ გავიდა ქართული გუნდი სამწუხაროდ ნამდვილად გავიდა ქართული გუნდი UEFA-ს თასის ფინალურ ეტაპზე და იყო ის დინამო რომელსაც წვრთნიდით თქვენ ამზადებდით თქვენ წამოვიდნენ ახალგაზრდები იმ პერიოდში იგივე კანკავასთან ერთად გრიგალაშვილი იყო, დვალიშვილი იყო, დვალი იყო, ეგ მახარაძე იყო, კუცურვა ყავდა, აიც ვინმე არ გამომჩეს ახლა. ხო და აი ეს ბიჭებიც შემოვიდნენ უკვე მეორე გუნდიდან და სანამ ჩვენ უშუალოდ ევროპა ლიგაზე გავიდოდით, აი ამ თამაშებში უკვე თამაშია. და საკვალიფიკაციო ეტაპები გავიარეთ, ბატესთან მქონდა დავამარცხეთ ორი თამაშის შედეგად, აქაც 1-0 მოვიგეთ, იქ 3-2 ჯერ იქ მქონდა 2-0 ვაგებდით თამაშს. ძალიან კურიოზული ბურთი გაუშვით. თავზე მეკარემ დაარტყა და თავზე მაშინ შემოვიდა პირველად ის
ეს უცნაური ბურთები ჩვენ შეგვქონდა, შეხება არ ქონდა. ხო და მეკარის დარტყმული პირდაპირ კარში გავიდა და ეცა და ძალიან სხვანაირი ის ქონდა. ტრაექტორია ხო და ზოიძე იდგა კარებში. მე ზოიძე ტრავმას იღებს, მამალაძე იდგა უკვე ჯგუფურ ეტაპზე. ბატე დავამარცხეთ, შემდეგ იყო სლავია პრაღის, იქ 3-1 ქონდა წაგებული და თბილისში 2-0 მოვიგეთ და უკვე ვისლაზე გავედით და ვისლა ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა რეალთან. სახში ფრედ ქონდა ნათამაშები 0-0 რეალს. და ვისლასთან ვიგებდით იქ 2-0-ს, 4-2-ს ვაგებდით შემდეგ გასვლაზე და 4-3 დასრულდა ის თამაში. როგორც აღმოჩნდა ამ ბურთმა გვიშველა კვირკველიამ. კვირკველია იყო ნაკრებში. ხო, კვირკველია კი ბატონო. და კვირკელიას საჯარიმო ჩაწოდებული თავზე ხდება ცენტრალურ მცველს და გადის კარებში. და 4-3 დასრულდა და აქ 2-1 მოვიგეთ. ნებსაესპენელ კაკალაძის გოლი და შემდეგ 10 კაციანმა გუნდმა გაგვიტანა ვისლა, მართლა ძლიერი გუნდი, 9 ფეხბურთელი ყავდა პოლონეთის ნაკრებში. და ფრანკოვსკი, ჟურავსკი, ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ და ძლიერი გუნდი იყო ძალიან. ხო და ესე გავედით და ევროპა ლიგაზე, მაგრამ იმ წელს შეიცვალა ფორმატი. ხო, ევროპა ლიგის და ესე კენჭის ყრაზე ამოგვივარდა, ესე იგი, ნიუკასლი, სოშო, საფრანგეთის, სპორტინგი პორტუგალიის და ბეზნები პანიონისი. და ჩვენ მოვხდით ერთ ჯგუფში და რატომღაც მე არ ვიცი შეიცვალა, უნდა ყოფილიყო რომ სოშოს ჩვენს ვეთამაშეთ სახში და სპორტინგს ეს ორი თამაში სახლის ჰქონდა და ნიუკასლი იყო და პანიონისი გასვლა და პანიონისი და ნიუკასლი ჩვენ სახში უნდა გვეთამაშა. და შეიცვალა პირიქით. რატო შეცვალეს ეს ამას აი დღესაც არ ვიცი. რა მოხდა იქ და ესე მოგვიწია თამაში. ისე ის ნიუკასლი, ალან შირერი და პატრიკ კლიუერტი ახალი გადასული იყო შეიგივენი კარში. აი ეგეთ გუნდთან რომ მაინც ნიკი ბატი, სტივ კარი, ბელამი, რა ვიცი, ხე საოცარი შემადგენლობა ყავდათ, მაგრამ ძალიან კაი თამაში ვითამაშეთ ხო. ნუ ფაქტია რომ დღემდე ერთადერთხელ შევსელით ევროტურნირზე თამაშობთ. ეს ევროტურნირზე ესე ვთქვა. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მუდმივად ქართულ ფეხბურთში არის ჩემი წაფოსდის შემდეგ, მოდი ესე ვთქვა. მაგამდეც რა თქმა უნდა. რა გჭირს ახლა? აი პირდაპირ ვიკითხავ რა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი გუნდში გიმუშავიათ საქართველოში, ბოლოს აგრეთვე იბერია იყო, ხო? ეგეც დროებითი იყო. ეგეც საინტერესო ამბავი. ხო, ეგ ძალიან საინტერესო ამბავი. თუ მოყოლადია შეგვიძლია ეგეც. არა, მოხსაყოლიც არაფერი არ არის, უბრალოდ მე ან დანიშნვის აზრს ვერ ხედავ, რატო შეიძლება დავენიშნე თუ ერთ თვეში უნდა გამოვეშვით და ნახევარი. ხო, ეგ და თან ჩემთვის გაუგებარი მიზეზით და მითხრეს თავისუფალი ხარო და სამწუხაროდ ესეა. ხა იბერიაში რაც მოხდა ეს არის. ხა იქ არის საუბარი რომ ჩვენ 6 ქულით წინ ვიყავით 4 ქულით, მაგრამ ჩემპიონატი გრძელდება და ალბათ საბოლოო შედეგით, მაგრამ ნუ კაცშვილი არ უყურებს ალბათ იმას, რომ ფეხბურთელი წავიდა, თქვა, ძირითადი სტაბატაძე ორივე უცებ, ხო და სხვათა შორის ჩემი თანხმობით თან ორი ლიდერი. და ლიდერი რა თქმა უნდა და აგერ კი ვხედავთ რომ ორივე ხო თამაშობენ და მშვენივრად ირჯებიან და ამრავი ახალგაზრდა წამოუწიეთ ამ პერიოდში ამის შეთამაშება ამის ნუ მოკლედ გეგმის მიხედვით მივყვებოდით 2 მარცხი იყო ბოლოს ვერ ვიტყვი რომ რომელიმე გუნდმა ჩვენ გვაჯობა თუნდაც ბოლო მარცხი რო იყო თბილისის დინამოს უკვე დგებოდა გუნდის თამაში და ამ დროს მომიწია წამოსვლა ხო ნუ გუნდის კლუბმა ესე გადაწყვიტა, როგორც მითხრეს და ამეკნა დავემორჩილე და ვიცი, ეს იყო ჩემთვის გაუგებარია მართლა. პირდაპირ ვიტყვი რა, თავს ვიმასხრებთ თუ არ ვიცი, რა ანუ
გუნდიდან მიდის მწვრთნელი, თქვენზე არ მაქვს საუბარი, ლიბერიაში ყოფნას და 1-2 თვის განმავლობაში 5 ჯერ აბრუნებენ და მერე უშვებენ ისევ ამ მწვრთნელს. აი როგორ უნდა მიაღწიოს მაგ გუნდმა? კონკრეტ მარტო იბერიაზე არ მაქვს საუბარი. ნებისმიერ ქართულმა გუნდმა ეგეთი მიდგომა რო აქვთ არა ძალიან ხშირია. ხო, ანუ შორის ეგ რატო ხდება ეგეთი რაღაცები? ანუ ეგ გასაგებია რომ გუნდის მიდგომა და პრეზიდენტი წვეც და ეგრე უნდა და კი ბატონო, მაგრამ რატო? ვინც ამას აკეთებს, მათ უნდა შეეკითხოთ, რატო აკეთებთ ამას. შეიძლება მათ გქონდეთ ახსნო და შეიძლება მაგალითად მე არა ვარ მართალი ან თუნდაც ახლა ამ ბოლო პერიოდში რაც მე გავიგე, გოცირიძე ჩაიყვანეს გონიოში, შედეგები არ ქონდა თქვა რაღაცა, ნუ იქ შედეგი კიდე სხვა რაღაცა ჭირდება, ესე არ არის, ახლა ჩვენ არა ვართ ხა ისეთი და არც არავინ არ არის ისეთი მწვრთნელი, რომ ერთი ხელის მოსვლით უცებს ცვლის სიტუაციას და ეგეთი მწვრთნელი არ არსებობს. ჩემი აზრით, აი ეხლა ჩვენ მით უმეტეს აი ნათლად მოჩანს რომ ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ახლა გაკეთდეს ეს არის ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარება. რას ნიშნავს? აი ხომ მე რას გულისხმობ და მიხვდებით. ახალგაზრდული ფეხბურთი აი დაახლოებით 15-16 წლის რო გახდება უკვე ფეხბურთელი, მანდ არის მეორე გუნდი, U19 ვთქვათ, U17 და უკვე აი ამ ასაკიდან დაწყებული არის ცოტა სხვა მიდგომები საჭირო. სხვა კატეგორიის მწვრთნელები უნდა იმუშაონ ამ ფეხბურთელებთან. რატო? ახლა პირდაპირ აი ნათლად ყავს აი ერთი თაობა ბიჭების მოსული და ეს ეროვნული ნაკრების ბირთვია ის. ერთი თავი თუნდაც კვარაცხელია და ავითაშვილი ავიღოთ, იქ აზაროვია, იქ რა ვიცი, ნუ აი ყველანი ერთად აი მოსულები არიან. და წარმოიდგინეთ, რომ ამ ბიჭების გარდა არანაკლებ ნიჭიერები არიან კიდე, რომლებიც ვერც მოვიდნენ იქამდე და ყველაზე კრიტიკული პერიოდი, როდესაც ყალიბდება, აი ყველანაირად ფსიქოლოგიურადაც, ფიზიოლოგიურადაც ადამიანი, ეს არის აი ეს ასაკი და ჩვენ მართლა საბადო ვართ რა, უნიჭიერესი ბავშვების ფეხბურთელების და არ ვიყენებთ სრულად ამ პოტენციალს და ჩვენ გაცილებით მეტი ფეხბურთელი შეგვიძლია რომ გავზარდოთ უკვე თუ აი სწორად და გეგმაზომიერად ვიმუშავებთ და თუ კი ვინმე სჭირდება აი ზუსტად აი ამ ყველაზე მეტი ყურადღება, ყველაზე მეტი საუკეთესო ხარისხის, აი ვთქვათ, მინდვრებზე თამაში, არა იმ მინდვრებზე, რომელსაც მას უწევს, ნუ არ შეიძლება, მთლიანად იშლება კუნთოვან ზლოვანი სისტემა. ესე იგი, აი ამ ტურნირებზე და ამ ვთქვათ, ასაკის ფეხბურთელებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლუბების ზრუნვა თვითონ კლუბების ფარგლებში და უშუალოდ ჩვენ ჩამოყოს ლეგიონერები, ნუ გაუგებარი წარმომავლობის საერთოდ საიდან რატო შეიძლება იმ და გვერდზე ბიჭი ყავს ქართველი, რომელიც არის უნიჭიერესი, მაგრამ ცოტა მეტი ჭირდება მოთმინება და გაზრდა და დადება ამისი ყველაფრის და ამას არ ვაკეთებთ რა. აი ჩვენ თვითონ და თუ თავისი წამოვა და ისიც რა ნაადრევ ასაკში თუ გავიდა გააღწია, იქიდან შემოდის მერე შენ ნაკრებში, ეროვნულში და აქედან ვერ ხვდება. აქედან ვერ მედის, არა, ხო, ძალიან რთულია, იმიტომ რომ ესე იგი ჩვენ ვქნით ამ დაბრკოლებებს და აი ეს არის ჩემი აზრით ის ერთი აი მოკლედ ვიტყვი ყველაზე მეტი ყურა ამათ ჩემპიონატზე, ამათ იმაზე და საოცარი დასწრებაც ექნება ამ თამაშს, იმიტომ რომ ძალიან მართლა ნიჭიერები არიან. ჩვენ ახლა წესიერად ვერ ვსნახეთ რამოდენიმე ვთქვა დინამოში ახალგაზრდა ფეხბურთელის თამაში, აი წესიერად არ გვინახავს. და უკვე გასულია ნიუკასთან მოაწერა, იქ იმასთან ბაიერთან მოაწერა, იქ ხო და ვითამაშონ აქ ნახონ და იმ მისალიაზე და იმ პარკაძეზე და იმაზე მივა ხალხი, მშობლები ჯერ ოჯახის წევრები, მერე საძმაკაცო სამეგობრო, მერე უკვე გულშემატკივრები, რომლებსაც ძალიან გემოვნებიან გულშემატკივარი ყოს, ფეხბურთელებზე მიდიან სანახავთ, რომ გავარდება ხმა, აუ იქ იცი რა ფეხბურთელია და აი დუბლების ჩემპიონატი მაგალითად ამ კუთხით იქნება მისე, მაგრამ შეიძლება უკეთეს პირობებში უნდა ჩავაყენოთ კიდევ ეს ახალგაზრდები და აი რა სიძლიერე წამოვა უკვე ეს და უნდა მუშაობდნენ მართლა პედაგოგები, მართლა ისეთი ადამიანები, რომელთაც ესმით რა ჭირდება ფსიქოლოგიას, ისიც ყველა ასპექტში ეს არის ჩვენთვის უებარი წამალი და ჩვენი წამოუწიოთ, იმიტომ რომ ეს არის
16-15 წლამდე მოდიან და ვიძახით რამხელა, როგორ არის, რა კარგია, რა ნიჭერები ყავს და ამ დროს არაფერი არ ხდება უკვე. ნახევარი თუ მოვიდა იქამდე და მერე კიდე აიცხრილა და მერე 1-2 თუ კანტიკ უნდა ამოვარდება, ამ დროს არის ძალიან მრავალი ფეხბურთელი ესეთი ნიჭიერი. ჩემი აზრით და ნება ჭირდება რომ კიდე ხო და ამაშია ალბათ ყველაზე მეტი ფინანსები რომ მივმართოთ ამის საჭიროებას ჩემი აზრით აი კიდე თქვენი აზრი რომ კომპეტენტურია და მნიშვნელოვანია ეს საფეხბურთო სამყარო საქართველოს. მე ხარებაშვილსაც არ უწერია დიდი ხანი დინამოში. ისე იწერება, იმიტომ რომ ზეგვარდიანსა გამოუქვეყნა. მაშინ 60 საუკეთესო 20 წამდე ფეხბურთელებს შორის არის მოხვედრილი და სულ რაღაც მოწინავე იმაზე არის ხოლმე გამოსული და ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ჩვენს შორის. მაშინ ხო დაიწერა ხარ. ბარსელონა რეალი, აი, ბარსელონა რეალი კაი, მაგრამ რა ბევრი გუნდის დაინტერესება იყო ძალიან, თუნდაც პრემიერ ლიგური გუნდების და ძალიან სასიამოვნოა აი ყველაფერი რა და ნამდვილად თუ ეგ გაკეთდება კი არა, სულ არ გაკეთდეს, და გაკეთდეს კარგი იქნება, მაგრამ სულ არ გაკეთდეს, მაინც აი მართლა ჩანს რა, თან მე შემოგეშ მომხდომა რომ რაღაც მგონი საფეხბურთო ასაკმა დაიწია. იმიტომ 17 იამალი 17 წლის იყო, იმაზე ევროპაში მარტო იამალი არ არის. ბევრი ფეხბურთელია, ვინც ამბობ დროს ძალიან ხშირად ჩანს, აი 16 წლის, 17 წლის უკვე ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ. არა, ასაკმა დაიწია ერთია, მეორე, აი ლოგიკას რომ მივყვეთ, ხო? აი ჩვენ ახლა მაგას მაგ თემასაც შევეხებით, ხო? ალბათ აიაქსის ჩამოვა, აგერ ლეგენდები და თბილისის დინამოს 100 წლისთავი. ახლა თბილისის დინამო ასე თუ ისე ახერხებს, თქვა, რაღაც კუთხით ამ ყველაფრის კეთებას ალბათ უნდა სათქმელია რომ აკეთებს იგივე იბერია საბურთალო ყოფილი. ალბათ კიდევ ლოკომოტივია, ქუთაისის ტორპედო ცდილობს რაღაცების შექმნას და ამ კუთხით იქაც მიდის, მაგრამ საკმარისი ნამდვილად არ არის ეს. თვითონ ამ კლუბების ფარგლებში არ არის საკმარისი და ის რომ ახლა სხვა კლუბებმა ამას ყველაფერს მიხედონ, ესეც მარტო ისე არ არის და მიმართულება აი უნდა თუნდაც აქედან აღებული აი ყველამ აიღოს სამაგალითოდ რატო რომ აიაქსი რატო ახსენე ხა აიაქსი იყო ესე იგი აიაქსის აკადემია იყო ჯერ აიაქსის პირველი გუნდის საუკეთესო ეს ნაღები ფეხბურთელები შემკრები და რას მიაღწიეს კი ვიცით და რა ფეხბურთელები გამოუშვეს და მე ამ ფეხბურთელების გასვლით მთელ ევროპაში საუკეთესო მთელ ევროპას ყვებავდა კი არა და ყვებავს ეხლა ხო და გასაგებია რომ იმათ მეტი პოტენციალი აქვს შუაგულ ევროპაში არიან ის მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ რითი ვართ ჩვენ ძლიერები და ყველა ერთხმათ აი კლუბის პრეზიდენტებს რომ მოусმინოთ ჩვენ მაისურის გაყიდვით ვერ შემოსავალს ვერ ვიღებთ. დასწრებიდან შემოსავალს ვერ ვიღებთ. ტელეტრანსლაციების გაყიდვით ვერ ვიღებთ შემოსავლებს. მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთელს თუ გავყიდით და იქიდან არის შემოსავალი, ხო? და მოვამზადე ეს ფეხბურთელი. რომ მე გაუშვა და ეს შემოსავალი მიიღო. და იქაც დაიტოვე კიდე გადაყიდვის შემდეგ კიდე რაღაცა შემოგივიდეს და მაგრამ ამ მომზადებაზე იფიქრე რა ეს არის შენთვის აი აიაქსი თავის დროზე მიხვდა ამას და ფლიანად მაგაზე ააწყო რაღაც გარკვეული პერიოდი უარი თქვა იმაზე რომ აი ტიტულები შეიძლება რაღაცის ახალგაზრდავები და იმით მაგრამ იმდენად მიმართეს ამ თავის აკადემიაში მუშაობს და წამოიღეს ეს ნაღები ფეხბურთელები ჯერ მოგროვებით მე სელექციით მე განთესვით მე კიდე ამოწევით მე ინდივიდუალური მუშაობით სწავლაც და ფეხბურთის თამაშიც იყო განუყრელი ერთად ყველაფერი იმ აკადემიაში და მოდიოდნენ სულ სხვა დონის ფეხბურთელები განათლებულებიც და საფეხბურთო განათლება მიღებულები ყველანაირად ასე რომ ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ეხლა მით უმეტეს ჩვენ რატო შეიძლება რომ ჩვენ სამხელა ვამბობთ უძლიერესი უნიჭერესი თაობა მოდის ყავს და სულ მოდიოდა რა უწყვეტად მოდის ეს ან ცოტა ნაკლები ან ცოტა მეტი მაგრამ თუ ესეა ყველა კლუბის პრეზიდენტი უნდა რაღაცნაირად შეთანხმდნენ რომ მოდი ახლა წამოვიყვანოთ და ეს კონვეიერი ააწყოს ყველა და ამაში იყო შეჯიბრებითობა და უკვე მე ეს ჩემპიონატის დონეც აიწევს ამავდება ხო იმიტომ რომ ესენი ახლა დუბლების ჩემპიონატიდან ყველას ექნება სურვილი იქ მოხვედრის და მე სადღაც წასვლის და მე ბოლოს ფეხბურთის გაყიდვაზე რომ მოვიდეთ მანამდე უკვე ისიც გექნება
დასწრებაც მოიმატებს, ტრანსლაციაც სასურველი გახდება და შესაბამისად რაღაცა ხო, გჭირდება რაღაცა ცოტა ისე. ეს არის ჩემი მოგზალებული აზრი იმაზე, რომ ხო, რა შეიძლება გაკეთდეს თორე ეხლა თავში ვის როგორ აუდევს მე ნამდვილად სხვა ამბავია. მაინტერესებს კვარა როგორც ხო იცოდა რომ ნაპოლიში მიდიოდა, ანუ მისი პროფესიონალიზმის მინდა ხაზგასმა რა. იმიტომ რომ გამიგია რომ მიუხედავად იმისა რომ იცოდა რომ მიდიოდა ნაპოლიში და ეს უბრალოდ დროებითი იყო, თავს არ ზოგავდა ყოველი სანტიმეტრისთვის და ისე თამაშობდა და ისე იხარჯებოდა როგორც მაგალითად ეს იყოს მისი მომავალი და რაღაცა დიდხიანი პერსპექტივის გუნდი. აი ამაზე მინდა ის პოდკასტი. ხო, ანუ ეს ძალიან ჩემდა სამწუხაროდ იშვიათი რამეა, თუმცა კვარას შემთხვევაში და მე ზურიკოზეც ვიტყოდი იგივე ანალოგიურად რა და ჯერ ალბათ ის პიროვნული თვისებები უნდა თქვა კვარასი თავდაბლობა, რომელიც ყოველთვის აი მიუხედავად იმისა, რომ ხვალ შეიძლება აი კვარას გვერდზე აღმოჩენილი იყო თქვა სულ ახალგაზრდა ბიჭი ვიღაცა, კვარაც ხო ახალგაზრდა, მაგრამ ახალი მოსული, აყვანილი გუნდში რაღაცა, მაგრამ კვარა უკვე მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა უკვე თუნდაც რუსეთში ნათამაშები ხო მოსული აქ და არ ეტყობოდა არაფრით რა, იმაზე მეც დარბოდა, ვიდრე ამას სხვა აკეთებდა და არც ურთიერთობაში არავის ძალიან მეგობრულად რაღაცა მე აი ხა ნაპოლში მივდივარ, რაღაცა ეს არაფრით არ ეტყობოდა. და იყო თამაშები, როდესაც აი მე თვითონ ხა რო ვიცი რომ ამ ბიჭს ამ ხელა მომავალი აქვს და წასასვლელია ცოტა ხანში რაღაც აი მაგალითისთვის ცოტა ცუდ მოედანზე გვიწევდა რამოდენიმე თამაშის ჩატარება, სადაც მე ვფიქრობდი ამერიდებინა მისთვის, რომ არ რაღაცა ან ფეხი არ გადაუბრუნდეს, რაღაცა უცებ ტრავმა არ მოხდეს უკვე და არა თვითონ რომ ამ გასაუბრების მერე არა პირდაპირ მე აუცილებლად უნდა ვითამაშო და სხვებზე მეტი საკეთებდა, დარბოდა, აკეთებდა. იგივე კიდევ ვიძახი ზურიკო, უბრალოდ ზურიკო კიდე შემორჩა, იტყვა, არა თუ წავიდა ევროტურნირებში ზურიკო თამაში. ზურიკო კიდე დარჩა და მე მოუწია წასვლა. მე აზაროვიც წავიდა ეს რა ვიცი, აი პიროვნულად ეხლა და საფეხბურთოდ ეს იყო ჩემთვის მართლა ისა და ყველასთვის სამაგალითო. არაფრით რა ისე არ ვერ შეატყობდი და ვერ შეამჩნევდი, რომ ეხლა ხვალ ნაპოლის ფეხბურთელი ხდებოდა და ამიტომ და სვარჯიზე ყველაზე მეც თავისი მწვნელი ყავდა, ჩამოყვანილი ფიზმოგზადების მწვნელი რომ დაქირავებული უცხოელი, რომელთანაც კიდე დამატებით ვარჯიშებს გადიოდა და ემზადებოდა ძალიან ისე. თქვენთვის როგორი სიამაყის გრძნობა ეგრო აი თქვენი გაწვრთნილი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში როგორ იტანს და რა ამხელა ხო, ჩემი გაწვრთნილი აი ძალიან ისე მოკლე პერიოდში უბრალოდ რა შეხებაც ხო მე ნასიამოვნები დავრჩი და ძალიან ყოველთვის უშემატკივრობ ყველა ნებისმიერ იმ ფეხბურთელს, რომელსაც ერთი დღე მაინც გატარებული. და ბოლოს თქვათ ეხა დინამოს ამეთში ეს ეპიზოდი დაიდება უკვე დამთავრებული იქნება, ჩატარებული იქნება ის მატჩი. თუმცა მნიშვნელოვანია რომ ესეთი რაღაცები განხორციელდეს ჩვენ ქვეყანაში რა, მსგავსი პროექტები 100 წლის იუბილე დინამოსი და ჩამბოდის არც მეტი არც ნაკლები აიაქსი რა. კლარენს ზედორფი და ზედორფი. არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი ძალიან მნიშვნელოვანია. ხა მე პროფესიულ ფეხბურთში ვარ, ხო? მაგრამ არა პროფესიულ ფეხბურთს გონია რომ აუცილებლობა ამისას ძალიან მნიშვნელოვანია რომ ძალიან ბევრი ადამიანი საერთოდ იყოს ჩართული ფეხბურთში. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ანალოგიური თამაშები ეწყობოდეს რომ ეს არ არის მხოლოდ შოუ, ეს არის აი ნათლად კუმირების და კერპების ნახვა მინდორზე, რომელსაც თავის დროზე ხა შეიძლება ჩვენი თაობა კი იცის და კარგად ის, მაგრამ ჩვენი მომდევნო თაობის მხოლოდ გაგებით და რაღაც ვიდეო კადრების ნახვით და უკვე ამის საშუალებაც ეძლევა
რა ვიცი, ჩვენი ფეხბურთელების დინამო 100 წლის გახდა და ეს არის საოცარი თარიღი. დინამო არის ის გუნდი, რომელიც აი სულ რომ შეხება არ ყოფილიყო და ვთქვათ კონკურენციაშია, მაგალითად ბათუმის დინამო, ტორპედო უშუალოდ მინდორზე ხო, ყველა მეცის მაინც დინამოს ბასი სხვა არის და ნებისმიერი ადამიანი, იმიტომ რომ ყოველთვის ესე იყო საოცარი მწვრთნელებით, ლეგენდარული ფეხბურთელებით და ეს ისტორია საქართველოს ფეხბურთის, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ და ლეგიონერის ყავს ალვარო არის ესპანელი. ჩისკო ალვარო კიდე კოტო ალვარო და ჩისკო იყვნენ ერთად მაგ პერიოდში დინამოში თამაშობდნენ. კოტო ალვარო და ჩისკო. ბატონო გია, ძალიან დიდი მადლობა რომ ამ პერიოდში ამ სათამაშო თამაშისთვის მზადების პერიოდში მოახერხეთ ჩვენთან მოსვლა. კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ პატივია ჩვენთვის თქვენ არის სტუმრის მადლობა ჩემთვისა თუმცა პატარა თამაში გვაქვს თქვენთვის მომზადებული ნელებზე და თუ რას გულისხმობს ეს თამაში ავხსნი როცა გადავალთ შემდეგ ბლოგზე, თუმცა მანამდე გეტყვით რომ ვიმყოფებით PAB 44-ში ლუდი ბავარია, რომელიც ჩავარიხინე ერთი კათხა უკვე ჩვენი სპონსორი, მადლობა მათ, გამოგვყევით, გამოგვიწერეთ, მოიწონეთ ეს ვიდეო, გააკომენტარეთ. თუ რას ვითამაშებთ ბატონ გიასთან ერთად გეტყვით რამდენიმე წამში. 10 მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული მწვრთნელები, მოქმედი ძირითად შემთხვევაში და მე გეტყვით სახელს და გვარს და თქვენ უბრალოდ ათეულში ადგილი უნდა მიანიჭოთ, რომელზეც თვითონ სუბიექტურად რომელ ადგილზე გაიყვანდით ათეულში ამ მწვრთნელს, ოღონდ შემდეგი ვინ ამოვა არის? პირველი, ჟოზე მოურინიო. მე-6-ზე კარლო ანჩელოტი. საკლუბო ბრაზილიაში რა არის? 8. სერ ალექს ფერგიუსონი. 9. არსენ ვენგერი. 7. ლუის ენრიკე. 10. იურგენ კლოპი. 5. დიეგო სიმეონე. 2. პეპ გვარდიოლა. 4. ზინედინ ზიდანი. როგორც მწვრთნელი. პირველი. დარჩა ვისენტე დელ ბოსკე. მე 3 ადგილზე. საინტერესოს გადარაწყობდა სხვათა შორის. მე მეგონა რომ გვარდიოლას გაიყვანეთ პირველზე. მეც ვაპირებდი, მაგრამ ვინ ახალდი 10-იანს. ხო, მაგრამ ვენგერის და ფერგიუსონის ახლა შეუსაბამოა მაინც ჩემთვის. ესე ქვემოთ ყოფნა მაურინიოს, იმიტომ მივანიჭე, რომ ესენი ვერ გავითვალისწინე, უფრო მოქმედებისკენ წავედი. ფერგიუსონის და ეს დელ ბოსკეც არ არის მოქმედი. ორი მითხარით და ამიტომ მოლოდინის სხვა ამყონდა, მაგრამ ნუ რა ვიცი, ესე გადანაწილდა. აპატია. არა. გია გეგუჩაძე იყო ჩვენი სტუმარი, დიდი მადლობა კიდევ ერთად ეს თქვენს აპირებთ მეგონა. არა, არაფერს. მადლობა თქვენ და სასიამოვნო იყო ჩემთვის ეს. უღმესი მადლობა. ძმების პოდკასტი გამოიწერეთ მომდევნო შეხვედრამდე.